მუშაობს თუ არა copy trading-ი და trading bot-ები. მეგობრებო, ამ ვიდეოში გავტესტავთ copy trading-ს და trading bot-ებს და ამას გავაკეთებთ იმ $1,000-ით, რომელიც გამოვყეთ იმ $5,000-იანი ინვესტიციიდან და რომელსაც გამოვიყენებდით, ესე ვთქვათ, chat-bot-ებში და copy trading-ში. თუ ამ chat-bot-ები trading bot-ებიდან და copy trading-დან გავაკეთეთ თანხა, რა თქმა უნდა, ამას გადავიტანთ ჩვენ სხვადასხვა ასეტებზე, რომელზეც გავაკეთეთ ინვესტიციები და ამ ყველაფერზე უკვე ვიდეო ჩაწერილია, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდოთ, ვისაც არ უნახია ჯერ. რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენ გავაკეთეთ $5,000-იანი ინვესტიცია, სადაც, ესე ვთქვათ, ვყიდულობთ რამოდენიმე სხვადასხვა ასეტებს და $1,000, ანუ გამოყავით $1,000, რათა გაგვეტეს და ესე ვთქვათ, trading bot-ები და copy trading. ამ სისტემაზე, ასე ვთქვათ, ამ ინვესტიციებზე, რა თქმა უნდა, უბრალოდ დეციას არ ვაკეთებ და ვაკეთებ დეციას, ანუ ვაჭარის დეციას. თუ გაინტერესებთ მეტი, რა თქმა უნდა, უყურეთ, ანუ გადადეთ ჩემ პლეილისტებში და უყურეთ დეცია სტრატეგიას $5,000-დან $100,000-მდე. მოკლედ იმ $1,000 დანარჩენი $1,000-ით ესე ვთქვათ, გავაკეთებთ, არ ვიცი რა დავარქვა, ინვესტიცია თუ უბრალოდ ჩავდებთ პულს copy trading-ში და trading bot-ებში, ამას გავაკეთებთ ახლა და ნახოთ რას გააკეთებს. აქ ვიგეტყვით, რომ თუ მე ვნახე 20%-ზე მეტი დანაკარგი, გამოვიტან ამ პულს და გავაკეთებ ინვესტიციას ისევ ვერცხლში, ბიტკოინში და ეთერიუმში. კარგი, სანამ გადავალთ ახლა და გავაკეთებთ ამ ყველაფერში ინვესტიციას და ჩავდებთ თანხას, და ჩემი, ასე ვთქვათ, ხედვა გითხრათ trading bot-ებზე და copy trading-ზე. კარგი, copy trading-ით რაც მე შევამჩნიე, ანუ ვისაც ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, win rate-ები აქვს და ვისაც ძალიან დიდი ROI აქვს და ასე შემდეგ, როგორ ვაჭრობენ ისინი, ანუ ისინი უბრალოდ შედიან პოზიციაში და ხშირ შემთხვევაში stop loss-ებს არ საყენებენ. და trades მხოლოდ მაშინ ხურავენ, როცა პლუსში იქნებიან და ამით, ესე ვთქვათ, თავიანთ ROI-ს ამაღლებენ და თავიანთ win rates. რაც რა თქმა უნდა ტრეიდინგში არ არის, ეს არ ხდება ესე, ნამდვილი ტრეიდინგი არ არის. და ხშირ შემთხვევაში რაც შევამჩნიეს, copy trading-ებიც და copy trader-ებიც იყენებენ გარკვეულ trading bot-ებს. ანუ მე ამ ყველაფერს ამჯერა, მაგრამ რახან ყველა საინტერესებდა, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ამაზე, ესე ვთქვათ, tests, ჩავდებთ $1,000 და რამინდა კიდევ გითხრათ, ამ ყველაფერს, ანუ მე თვითონ ვარ ტრეიდერი, მე თვითონ მაქვს ყველაფერი, გამოვლილი მაქვს ყველაფერი ის, რაც არის საჭირო ტრეიდერმა გამოიაროს იმის, რომ გახდეს მომგებიანი ტრეიდერი და მე ვიცი, რას ნიშნავს ტრეიდინგი, მე ვიცი, როგორ უნდა ივაჭრო და ასე შემდეგ. და როცა ვიღაცა მეუნება, რომ trading bot-ებით და copy trading-ით ყველა ფულს გააკეთებს და ყველა უნდა გააკეთოს ამაში ინვესტიცია, ეს არის უდიდესი სისულელე და აგეხსნით ახლა რატო. მე მაგალითად როგორც ტრეიდერი, ძალიან სწრაფი, ესე ვთქვათ, და მაგალი ლოგიკური მაგალითი რომ მოგიყვანოთ, არის ესეთი რაღაცა, რომ ანუ მე მაქვს ჩემი edge, რასაც ყოველთვის ვიყენებ ხოლმე ტრეიდინგში და ჩარტებში, ხო, მაგრამ ჩემი edge-იც, ანუ მაგალითად ვთქვათ, რომ ერთ კონკრეტულ setup-ს ვიღებ ყოველდღე, ხო? იქნება იქ 10 დღიდან 3 ისეთი დღე, სადაც ამ ტრეიდს, იგივე ტრეიდს, რომელიც გუშინ ავიღე, ანუ ტრეიდები ერთი და იგივე ყოველთვის არ არის, ერთი და იგივე ყოველთვის არის, ანუ ყოველთვის არის სხვა stop loss-ი, სხვა შესვლა, სხვა გამოსვლა, სხვა რევარი და ასე შემდეგ, მაგრამ მაგალითად ვიძახი, შეიძლება გუშინ წინ რო ერთი და იგივე ტრეიდს ვიღებდი, დღეს ეგეთი ტრეიდი აღარ ავიღო, როცა ზუსტად იგივე setup-ი გამოდის, იმიტომ რომ მაგალითად high time frame-ზე რაღაც შეიცვალა, მაგალითად კონსტრუქცია შევცვალეთ, მაგალითად დიდი დროპი გქონა და ესე ვთქვათ, ამ დროპზე შეიქმნა ვოლიუმინოდი, რომელიც შეიძლება გაიტესტოს, რომელიც სადაც შეიძლება liquidity იყოს მოსაძებნი და ასე შემდეგ და ანუ ეს ტრეიდი აღარ იყო ჩემთვის საინტერესო იმისთვის, რომ შევიდე. ანუ რატომ ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ მე შემიძლია ვიფიქრო რამოდენიმე ნაბიჯით წინ, რომ ანუ ეს ტრეიდი გუშინ რო ვიღებ, დღეს აღარ იქნება სასურველი რო ავიღო, იმიტომ რომ უფრო დიდი რისკები შემცველია, იმიტომ რომ მოხდა ბაზარზე გარკვეული რაღაცები, ხო? მაგრამ ბოტებს ამ ყველაფერს შენ ვერ ასწავლი, ამის შანსი არის 0 და კიდევ ანუ ჩვენ რო დავუკვირდეთ ამ ყველაფერს ლოგიკურად, ხო? წარმოიდგინეთ, ანუ მე ვიცი რომ
ანუ ხო ამობენ რომ 10% იგებს, 90% აგებს. მე ვიცი რომ 10%-ზე ნაკლებია ვინც ფულს აკეთებს ბაზარზე, იმიტომ რომ ნამდვილად არის, იმიტომ რომ როცა შენ ხარ ტრეიდერი, მაგრამ ინვესტიციაში, ან კრიპტო ბაზარზე, ხო, კრიპტო ბაზარში ვინც აკეთებს ინვესტიციას. მოდი დავფიქრდეთ ლოგიკურად, რამდენი აკეთებს ფულს. მოდი უბრალოდ თქვენ თავს კითხეთ. იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი აკეთებს ალტკოინებში ინვესტიციას, რაც მე არ ვაკეთებ, ალტკოინებში ვაჭრობ და ძალიან სოლიდური მოგებების გაკეთება შეგიძლია, მაგრამ ვინც ახლა მაგალითად მიყურებს კითხეთ თქვენ თავს, ხართ თუ არა მომგებიანი ინვესტორები, ანუ ჩვენ ვიცით რომ ინვესტიციებში ძალიან ბევრი კარგავს ფულს და ანუ ფაქტი სახეზია, არ არის აუცილებელი რომ მე დამიჯეროთ, ჩახედეთ უბრალოდ თქვენს საფულეებს, ან გადადით სხვადასხვა გრუპებში და ნახეთ ხალხი რა დღესშია და ანუ რამხელა ფულები აქვს დაკარგული, გინდ ტრეიდინგში, გინდ ალტკოინებში და ამავდროულად, იმიტომ რომ მათ არ იციან რას აკეთებენ. და როცა ახლა ყველა გარბის კოპი ტრეიდინგზე ან ტრეიდინგ ბოტებზე და ასე შემდეგ, წარმოიდგინე რომ ყველა მაგაში გააკეთოს ინვესტორი, ანუ თქვათ რომ მუშაობს ეს ყველაფერი და მართლა აკეთებს, თუ ყველამ გააკეთა ფული, როგორ უნდა იარსებოს ამ ბაზარმა, ხო, როგორი უნდა იყოს ეს ბაზარი მომგებიანი. ყველა მის რომ ეს ბაზარი არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სკილი, გინდ სკილი დავარქოთ, გინდ სამუშაო, იმიტომ რომ როგორც ტრეიდერი შეგიძლია იმუშაოდით კომპანიებზეც, ანუ ჰედჯ ფონდებზე და ამ შემდეგ, ან თუ შენ ვაჭრობ, ანუ შენი სკილი არის, საიდან საკეთებ ძალიან დიდ ფულს, ხო? თუ მაგალითად ყველამ ფული გააკეთა, საიდან უნდა, ანუ როგორ უნდა გააკეთოს ეს ფული და როგორ უნდა იყოს ჩემთვის საინტერესო ტრეიდინგი, ხო? ამიტომ შეუძლებელი არის რომ იყოს ისეთი ბოტი, რომელიც ყოველთვის გააკეთებინებს ფულს, ეგ ერთი. და ხშირად მისმის ხოლმე, ანუ ვინც ამ ბოტებს აკეთებენ და ამ შემდეგ, რომ ანუ კი ბოტი არის, მაგრამ ანუ ყოველთვის უნდა ეჯდეს და რაღაცები უნდა ცვალო. ჩემი კითხვა არის შემდეგი, თუ შენ იცი ტრეიდინგი, თუ შენ იცი ვაჭრობა, რა შეგჭირდება ბოტი. მაგრამ თუ შენ იცი ვაჭრობა, შენ გეცოდინება რომ ბოტი არაფერში არ გამოგადგება და ბოტი არ გაკეთებინებს ფულს, ეგ ერთი და მეორეც, ნახეთ მეგობრებო, ლოგიკურად დავფიქრეთ, მე არა ვარ პროგრამისტი, არ მესის პროგრამირება, მაგრამ ანუ შეგვიძლია ცოტა ლოგიკურად ვიფიქროთ, ხო? ანუ შენ ჩატბოტს ეუნები, რომ ანუ ვიღაცები ინდიკატორებს იყენებენ, იმას იყენებენ, ამას იყენებენ და შენ ჩატბოტს ეუნები, რომ თუ ამ და ამ ინდიკატორმა გადაკვეთა ის ხაზი, ამან ის ხაზი, ამან ეს ხაზი, ამან ეს ხაზი, მაშინ იყიდე. თუ მე გადაკვეთა, გადმოკვეთა მაგდიმ, RSI, ბოლინჯერ ბანცმა ისინის გადაკვეთა, გადმოკვეთა, მაშინ გაყიდე. ეხლა ჩემი კითხვა არის ესეთი. თუ შენ ტრეიდინგი არ იცი, საიდან უნდა იცოდე ინდიკატორებმა რა და როგორ უნდა გააკეთო, იმისთვის რომ შენ იყიდო ან გაყიდო. ანუ ეს არანაირ ლოგიკაში არ ჩდება, ეს არის ჩემი აზრით ისეთივე ჰაიპი, როგორც იყო მაგალითად NFT-ები, ან გინდაც მემეკოინები და რომელიც ესე ვთქვა ძალიან მალე ისე დავარდება და ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს. პლუს ვიდრე გააკეთებს. იმიტომ რომ ეს არის შეუძლებელი, შენ უნდა გესმოდეს price action-ი იმისთვის, რომ ესე ვთქვა ბოტი და ესე ვთქვა დააკონფიგურირო. მაგრამ ვერ დააკონფიგურებ ბოტს ისე რომ ზუსტად იგივე რაღაცები აკეთოს, რასაც მაგალითად შენ გააკეთებდი, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, შენ სხვანაირად ფიქრობ, ბოტს ვერ ეტყვი რომ ეს და ეს გააკეთე, ეს და ეს რომ მოხდება, ბოტი გააკეთებს. მაგრამ შენ როცა ხარ ჩარტებზე, შეიძლება იგივე რაღაც არ გააკეთო, რასაც ბოტზე დააკონფიგურირე, იმიტომ რომ ბაზარი შეიცვალა, იმიტომ რომ ტრენდი შეიცვალა, იმიტომ რომ ის მოხდა, ეს მოხდა და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან საერთოდ არ ჯდება ლოგიკაში, ხო? მაგრამ თუ რაღაც არის, ვინც მაგალითად აქ ისეთი ბოტი რომ მეც მაქვს ნათქვამი, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მე მზად ვარ გადავეხადო $50,000, რა თქმა უნდა შეიძლება ძალიან ცოტა იყოს, ვისაც აქვს ისეთი ბოტი, ვინც იმაშვრება, მოგებას აკეთებს, მაგრამ დისკორდშიც იყო ამაზე დისკუსია, რომ აი ბოტების და ეს და მე ვთქვი რომ მოდი ყველანაირი დისკუსიის გარეშე არ არის საჭირო რომ 100 და 200x აკეთებდეს ბოტი, საშუალოდ 8-დან 10%-მდე თუ მეკეთებს თვეში, მე ვზადო $50,000 გადავიხადო და ეგ ბოტი გამოვიყენო, არ მომყიდო, მაგრამ გამოვიყენო. ცალკე გადაგიხდი და ცალკე დავამატებ, რომ ანუ ესე ვთქვათ, ამ ბოტში ინვესტიცია გავაკეთე და ფული გაკეთეს. ხო, იმიტომ რაღაცა უნდა ვიწვალო მე როგორც ტრეიდერს, როგორც ტრეიდერმა და თუ ბოტში აკეთებ ინვესტიცია და 8-დან 10%-ს აკეთებ თვიურად, ხო? მაგრამ მე მოდის ხოლმე ესეთი ისინი ექსკიუზები, რომ აი უნდა ცვალო, უნდა ის, უნდა ეს, უნდა თუ ვიღაცა წარმოიდგინე ახლა თუ ვიღაცას აქვს მაგალითად ბოტი, რომელიც მართლა აკეთებს ფულს. შანსი არ არის, რომ ამან ვიღაცამ თქვას ხმამაღლა, მე მაქვს ისეთი ბოტი, რაც ფულს აკეთებს. იმიტომ რომ შენ ტრილიონერი შეგიძლია გახდე, თუ გაქვს ისეთი ბოტი, რომელიც ყოველთვიურად 10-დან 8-დან 10%-ს გიფიქსირებს. ნუ ყველაზე მეტი ფული შენ გექნება, ვარენ ბუფეტზეც მეტი გექნება, ჯეფ ბეზოსიც მეტიც გექნება,
ელონ მასკზეც მეტი გექნება, ტრამპზე მეტი, ანუ ყველაზე მეტი ფული შენ გექნება, ხო? მაგრამ ეს არის ცოტა არალოგიკური, მაგრამ რა თქმა უნდა ვიცით რომ ყველა ეძებს ესე ვთქვათ ძალიან ადვილ მანერას რომ ფული გააკეთოს ბაზარზე, მაგრამ ესე არ ხდება. მაგრამ რახან ყველა ამას ცდილობს და ყველას ეს უნდა, თან ყველა მეკითხებოდა აი რას ფიქრობ ამაზე, რას ფიქრობ იმაზე და როცა მე ამ ჩემას ვამბობდი, იმიტომ რომ მე ვიცი რა არის ტრეიდინგი. როცა შენ არ იცი რა არის ტრეიდინგი, ძნელი არის შენთვის რომ ეს ყველაფერი ჩაიბეჭდო და გაიაზრო რასაც მე ვამბობ. და ამიტომ გადაწყვეტე ესე ვთქვათ რომ მე 5000-დან 100000 დოლარს რო ვაკეთებ ინვესტიციებით, ինքვე ვთქვი რომ ანუ ისეთ საფულეს გავაკეთებთ რომ რისკებსაც ავიღებთ და ისეთ რაღაცაჩიც გავაკეთებთ ინვესტიციას მაგალითად ვერცხლში, სადაც გვჯერა რომ რაც არ უნდა მოხდეს ის მაინც ჩვენ ლოსებს გაასწორებს ესე ვთქვათ და თუ ძალიან ბევრი ფული დავკარგეთ ერთ ადგილზე, მეორე, მესამე ადგილსაც ინვესტიციას ვაკეთებთ, ისინი დაიჭერენ ამ წაგებას და შეიძლება ბრიკ-ივენში გაგვიყვანონ მინიმალურ მოგებაში, ან შეიძლება მაქსიმალურ წაგებას და მაქსიმალურ drawdowns გადაგვარჩინოთ. გადავიდეთ ახლა ჩარტებზე მეგობრებო და გავაკეთოთ 500 ევრო 500 დოლარი ინვესტიცია ტრეიდინგ ბოტებში და 500 დოლარი ინვესტიცია კოპი ტრეიდინგში. ჩვენ უნდა შევიდეთ აქ ტულებში და ავირჩიოთ კოპი ტრეიდინგი. ეხლა ამ იმას რო გავაკეთებთ ვიდეოს, არავინ დაიწყოს რომ აი შენ კარგად უნდა აგერჩია და უნდა ის ანალიზი გაგეკეთებინა და რისერჩი გაგეკეთებინა, რომელ კოპი ტრეიდერს ირჩევდი, ბლა 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 ბლა, ეგეთი სულელებს იმედი არავინ არ დაწერს და არავინ აღარაფერს აღარ მოიგონებს. უბრალოდ გადავიდეთ ახლა ROI-ზე, return on invest, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თუ აკეთებ 500 დოლარიანი ინვესტიცია, შენი return on invest რამდენი იქნება? ანუ ამ შემთხვევაში ჩემ 500 დოლარზე ინვესტიცია აქ იქნებოდა 15028%, ანუ 15x. ავიღოთ მაგალითად, ანუ შეგვიძლია ჩამოვიდეთ და რამდენიც გინდა იმდენი ეძებო. მაგრამ მოდი ავერჩიოთ უბრალოდ ყველაზე ლოგიკური რამე. Lowest drawdown. Okay, ROI-ი ავერჩიოთ. return on invest ნახე. დარწმუნებული ვარ რომ, ანუ ახლა მე ვფიქრობ, მე არ ვფიქრობ ახლა როგორც ტრეიდერი, როგორც მე დავითი დამენია, ეგრე არ ვფიქრობ. მე ახლა ვფიქრობ როგორც ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, კრიპტოზე გინდა ხალი შემოსული, გინდა ცოტა ხნის შემოსული, ვისაც უნდა ძალიან მალე ფული გააკეთოს, არ ხეინათ ესე ვთქვათ. და ვიფიქროთ როგორც ის ადამიანი, რას ავიღებდი მე, რა თქმა უნდა, აჩვენს გავაკეთებდი ამ სამს შორის, იმიტომ რომ ყველას, ანუ სამივეს აქვს ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, მონაცემები, ხო? და მე ავირჩევდი ამ შემთხვევაში, ან ყველა კარგია, ახლა რომ მივუყურებ drawdown-ი მაქსიმუმ ბოლო 30 დღის განმავლობაში ყველას 0.1, ანუ 1%-ს არ გადააცილეს რა. ანუ იდეალურია და როგორც ხედავ, ამას ყავს ყველაზე მეტი და ანუ 19 ადამიანია დარჩენილი. მოდი ეს დავაკოპიროთ 500 დოლარით. 500 დოლარით და ახლა რა ხდება აქ? ანუ ეს ტრეიდინგ ბოტებითაც შეიძლება ამან ივაჭროს. ანუ ეს შენ არ გეცოდინება და ანუ ვერ განსაზღვრავ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს თვითონ აკეთებს, total assets-აც ვერ ხედავ, მაგრამ მე მგონი რომ ჩავდებთ ფულს, მე შეგვიძლია დავინახოთ. და ეს არის თუ რამდენი პროცენტის დაკარგვის შემდეგ გინდა რომ გამოხვიდე ამ იმიდან, ტრეიდინგიდან, ამ ესე ვთქვათ, კოპი ტრეიდინგიდან, ავირჩიოთ 20%, ანუ ჩვენი 500 დოლარს 20% თუ დავკარგეთ, გამოვალთ აქედან და ანუ ჩვენ შევწყვიტავთ ამ ტრეიდერის დაკოპირებას. როგორც თქვი, ანუ თუ აქ გავაკეთეთ ფული, რა თქმა უნდა, გამოვიტან თანხას და გადავანაწილებ სხვადასხვა ასეტებში და თუ დავკარგე, მაინც გამოვიტან და გადავანაწილებ სხვადასხვა ასეტებში. ანუ აქაც სარისკო არის, მაგრამ ჩემ რისკებს მინიმალურამდე დავიყვან. ანუ მზად ვარ მაგ დავკარგო 20%, მაგრამ თუ გავაკეთეთ ფული, თუ მაგალითად ერთი თვის მე გავაკეთე უბდეით და ვხედავთ რომ გვაქვს ჩვენ 30-50% მოგება, რა თქმა უნდა, იმ მოგების რაღაცადაც საოცრებად გავყვეთ და გადავიტან სხვადასხვა ასეტებში, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მაინც ძალიან სარისკო თემა არის. მოდი ახლა დავაკოპიროთ. პირველად ვშრები სხვათა შორის ამ ყველაფერს და ძალიან მაინტერესებს რა და როგორ იქნება. My copy trading. კი ბატონო, გვაქვს 500 დოლარი ჩადებული. Так, ესე ვთქვათ, თვის ბოლოს როგორც დაგბერდით, ყოველთვე ვნახავთ აპდეიტებს ყველა ასეთზე. Master Trader-ი ვნახოთ, აბა რას გააკეთებს ჩვენი, რა ქვია? ჩვენი
Profit Sniper კლუბი. აქ ხედავთ რომ Masters Panel ძალიან ცოტა. ანუ ეს თუ დოლარებში არის ძალიან ცოტა არის, ანუ რამდენით ვაჭრობს მაშინ, ხო? ო, $15 ვაჭრობს, ანუ 15x-ი თუ გააკეთა თავის იმაზე, რამდენი დოლარით ვაჭრობს, ძალიან მაინტერესებს. თუ 15x-ი $3128 გამოდის. მაგრამ let's see რას გააკეთებს. ანუ profit loss ratio 44, ანუ ეს ჩვეულებრივად შეუძლებელი არის. ანუ რა უნდა გააკეთო რომ ეს მოხდეს, ხო, მაგრამ დაველოდოთ share ratio. მე მგონი ეს უნდა იყოს profit loss ratio. მოკლედ დაველოდოთ და ერთ თვეში ნახოთ თუ რას გააკეთებს ჩვენი profit sniper-ი. ოკეი, ტრეიდები ვნახოთ მისი. ერთი ტრეიდი აქვს გაკეთებული. მე მგონი მარტო ერთი ტრეიდი აქვს გაკეთებული. მაგრამ ანუ აქ წერია რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში weekly trades 71 trades აკეთებს კვირაში. მოკლედ let's see რას გააკეთებს ჩვენი მეგობარი, მაგრამ ახლა გადავიდეთ, follower-ები ვნახოთ. follower-ებმაც კარგი ფულები გააკეთეს. ვნახოთ რას გააკეთებს. როგორ იქნება ჩვენი ასე ვთქვათ შედეგები. მოდი ახლა გადავიდეთ trading bot-ებზე და trading bot-ებზე ბევრი რაღაც შეგიძლია გააკეთო. ეს სხვათა შორის მომეწონა დეცია შეგიძლია გააკეთო. შეგიძლია ყოველ საათში, ყოველ 10 წუთში შენ ანუ იმდენი თანხით იყიდო Bitcoin და Ethereum, რამდენიც გინდა. მაგრამ ანუ ჩემთვის ეს რაღაც ანუ მე როგორც ტრეიდერი მე მირჩევნია რომ ანუ მე გირჩევდით იმას რომ გაერკვეთ რა არის დეცია, რა არის ტრეიდინგი, რა არის ინვესტიცია და უბრალოდ თქვენ თვითონ გააკეთოთ. იმიტომ რომ ანუ chatbot-ები ვერაფერს გიშველიან, ეს არის ჩემი აზრი, მაგრამ თუ გგონიათ რომ ეს არ არის, თქვენ გააკეთეთ როგორც გინდათ. Futures marginate, ანუ აგვაქვს spot-ი, აგვაქვს future combo, future marginate. ანუ მე ახლა ისევ როგორც არა დავითი დამენი, არამედ ახალი შემოსული კრიპტოზე მინდა რაც შეიძლება ბევრი ფულის გაკეთება. Peront long. კარგი. აქ რაღაცების გარკვევა ცოტა ისეთია, არც თუ ისე ადვილი. ესეთ ადგილებში საერთოდ არ შემოვდივარ ხოლმე. მაგრამ let's see very interesting. კარგი. ახლა. 50 ლონგი, ანუ არ ვიცი ეს ვიდეო როდის დაიდება, X-ებზე რო არის ლაპარაკი, ახსნილი მაქვს რომ საერთოდ არ არის 50X და 100X-ის გამოყენება აუცილებელი და ანუ ჩვენ ვიცით რომ ეს საერთოდ არ არის საჭირო, ხო, მაგრამ რახან ტესტისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მოდი ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ. 13, ოპა, ანუ ესეთი ის პროფიტები მეც მინდა. I want it. მოდი ესეთები ავიღოთ აქ Bitcoin-ზე მარტო. Bitcoin-ზე ვნახოთ პროცენტები მომწონს. Let's go. 500 დოლარი 50x all in. ხვალ მილიონერი ვიქნები. თუ აღარ დაგხვდით YouTube-ზე, იცოდეთ რომ 50 მილიონი გავაკეთე და სადღაც გადავიკარგე. $500 ვდებთ აქ და აქაც იგივე 20%-ზე მეტი თუ დავკარგეთ, გამოვდივართ ამ პულიდან და ჩვენი ინვესტიციები გადაგვაქვს სხვა ასეთში, Bitcoin-ში და Ethereum-ში მაგალითად და ცოტაც ვერცხლში. Let's go. ნახოთ, გავაკეთოთ create now, confirm. ნახოთ ახლა რას გააკეთებენ ჩვენი მეგობრები. Okay. უკვე მინუსში ვარ. What's going on? Okay, დიდი მადლობა. ანუ მილიონერები მე მგონი ვერ ხვდებით. მე მგონი ახლა პლუსში გადავდივართ. დავარეფრეშტავა. მაინც მინუსებში ვართ. მოკლედ, თვის ბოლოს თუ მანამდე არ გამსტოპა კი არა და რაც ქვია იმას 20%-ზე მეტი თუ არ დავკარგი მანამდე, თვის ბოლოს გავაკეთებთ
ამ ყველაფერზე updates. Copy trading-ი ვნახოთ. Copy trading-ში ჯერჯერობით არაფერი ხდება, ასე რომ დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება, აუცილებლად გავაკეთებ ამ ყველაფერზე updates, ანუ ყველაფერზე გავაკეთებ ხოლმე ერთჯერადად updates თვის ბოლოს. რა გააკეთეთ ჩვენმა Bitcoin-მა და Ethereum-მა, რა გააკეთეთ ჩვენმა ვერცხლმა, რა გააკეთეთ ჩვენმა ბოტებმა, copy trading-მა და ასე შემდეგ. ანუ ყოველი თვის ბოლოს გავაკეთებთ ჩვენი საფულის updates plus დავამატებთ იმ ინვესტიციებს, რა ინვესტიცია იმ თანხას, რა თანხაც გვაქვს განკუთვნილი სხვადასხვა ასეტებზე. ანუ თუ გაინტერესებთ ეგ ვიდეო, უბრალოდ უყურეთ პირველ ვიდეოს, სადაც ხსნით თუ როგორ გავაკეთებთ $5,000-დან $100,000. მეგობრებო, თუ მოგწონთ ვიდეო, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, თუ მეტი სწავლება გინდათ ტრეიდინგზე და ასე შემდეგ, გადადით ვაჭარის არხზე, რომელიც იქნება აღწერაში.